ქართველი მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს კუნძულ ტექსელზე, სადაც ქართველი ჯარისკაცების საძმო სასაფლაო ადგილზე ჯვარი აღმართეს და აკურთხეს. საგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოს დოსითეოსთან და სამღვდელოებასთან ერთად პანაშვიდი გადაიხადა დაღუპული ჯარისკაცების სულის მოსახსენებლად. ქეთევან კარდავას რეპორტაჟი ტექსელიდან. ტექსელის კუნძულის ეს სასაფლაო იმ 500-ზე მეტი ქართველი მეომრის ისტორიას ინახავს, ვინც მეორე მსოფლიო ომის დროს სიცოცხლე აქ დაასრულა. ვერმახტის 882 ქართული ბატალიონის შეიარაღებული აჯანყება ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ კუნძულზე 1945 წლის 5 აპრილს გერმანულ სარდლობაზე თავდასხმით დაიწყო. ბატალიონი თამარ მეფის სახელს ატარებდა. ბრძოლებში 565 ქართველი, 200-მდე ადგილობრივი, 800-მდე გერმანელი დაიღუპა. ყოველი წლის 4 მაისს კუნძულზე დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. ხალხმრავლობა იყო წელს სასაფლაოზე. შეიკრიბნენ ევროპაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები. ტექსელის მერია, ჰოლანდიის საელჩო, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი. გვირგვინით შეამკეს დაღუპულთა მემორიალი. ჩვენ ორი ისტორია გვაქვს და ხშირად მეორდება ხოლმე ეს ისტორია. ერთი რომელიც იბრძვის რაღაცა სხვა ინტერესს, სხვა მოვალეობებით სამშობლოს იცავდა, დაუშვათ და იმ დროისთვის მოგეხსენებათ როგორი დიდი განსაცდელი იყო და რამ სხერპლი გაიღო საქართველომ. მეორე ნაწილი, რომელიც იგივე სამშობლოს დამოუკიდებლობაზე ფიქრობდა და თითქოს სურდა რომ ეს ამბავი გამოეყენებინა ამისათვის და ისტორიაში ეს ცნობილია და ქართული ლეგიონები არსებობდა. აი ამ ნაწილის ჯარისკაცები არიან აქ დასაფლავებული. 66 წელს ჩამოტანილია ეს წარწერა. მოართვეს ქართველმა, ასე ვთქვათ, ძმებმა თავიანთ დაღუპულ ძმებს. იქ კი წარწერა არის, რომ 26 აპრილს აქ მოხდა ტექსელის აჯანყება, დაიღუპა ქართველი ხალხი. დიასპორის თხოვნით მიმართეთ თავდაცვის სამინისტროს ადგილობრივ მერიას, ბურგომის, რომ ნება მოეცათ, რომ აქ ჩვენთვის სულ პატარა ჯვარი მაინც აღვემართა. ეს რისი ნებაც დაგვრთეს, აი ეს გავაკეთეთ. ჯვრის კურთხევისას სასაფლაოზე ადგილობრივებიც ქართველებთან ერთად იდგნენ. საუბრობდნენ ჩვენს საერთო ისტორიაზე და ხსენების დღის მნიშვნელობაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ვიხსენებთ მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულებს. ყოველთვის გვიხარია ქართველების ჩამოსვლა. ეს დღე მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ არ გსურს ომი, მთავარია მშვიდობა. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მომეცა ძალა, დოსითეოსის გვერდზე დგომი და ბედნიერია ჩემთვის ეს დღე რა. მომეცა საშუალება ღვთისმშობლობით გამეკეთები ეს ულამაზესი ჯვარი ქართული დაღუპულების საპატივცემულოდ. ამას ქვია ესე იგი მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელი ბრძოლა, ესე არის ცნობილი. ესე იგი გერმანელებმა ყველას დანებდითო, მაგრამ ქართველებს ესე იგი გაუსწორდითო და ესე იგი ბოლომდე იბრძოლეს ქართველებმა. ჩვენთვის ეს იმით არის მნიშვნელოვანი და სასიამოვნო, რომ ეს ჰოლანდიელების შექმნილი ადგილი არის და ესე სათუთად უვლიან, ესე ლამაზად. 600-მდე ვარდი არის დარგული ჩვენი მებრძოლების სახელზე. სასაფლაოზე შევხვდით ჰოლანდიელს, ვინც ტექსელის აჯანყების შესახებ ინფორმაციებს 24 წლის განმავლობაში აგროვებდა. აქ უცნობი ჯარისკაცები არიან დაკრძალული, მაგრამ მე ვიცი, რომ აქ დაკრძალულია ბატალიონის ექიმი შოთა ქათამაძე. მე მის ახლობლებსაც დაუკავშირდი საქართველოში და მათ ნაცვლად ყოველ წელს თაიგულს ვდებ ქათამაძის საფლავზე. მეომართა ხსენების დღე კუნძულზე ტრადიციულად მსვლელობით სრულდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ცოტა ხნის წინ ტექსელზე ჩაძირული გემი და მეომრების ცხედრები აღმოაჩინეს. არ არის გამორიცხული, რომ მათ შორის ქართველებიც აღმოჩნდნენ.